მათეს სახარების განმარტება. თავი მესამე. მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა. ქადაგება ეს ნიშნავს ღვთისნების თავისებურებათა უწყებას, სწავლებას, საჯაროდ განმარტებას. სახარებებში შემორჩენილია იოანეს ქადაგებები მოკლე გამონათქვამების სახით, ისიც მცირე რაოდენობით. იუდეის უდაბნო ერქვა მკვდარი ზღვიდან დასავლეთით რამდენიმე ვერსით დაშორებულ ბერსაბიის უდაბნოსგან მთებითა და პატარა მდინარეებით გაყოფილ სივრცეს. უდაბნო არ ნიშნავს მხოლოდ დაუსახლებელ ადგილს. უდაბნოა მცირედ დასახლებული, ველური, მთიანი, მშრალი, ფრიალო კლდოვანი, ტყიანი და მცირედ დამუშავებულ მიწიანი ადგილი. იუდეის უდაბნოში იყო მცირე რიცხოვანი დასახლებები. ბეთლემიდან სამხრეთით რამდენიმე ვერსის მოშორებით დღესაც მიუთითებენ გამოქვაბულს, სადაც ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემელი და წყაროს, საიდანაც წყალს სვამდა. და იტყოდა, შეინანეთ, რამეთო მოახლებულ არს სასუფეველი ცათა. სინანულით ადამიანი განიწმინდება წარსულში ჩადენილ ბილწ და საძაგელ საქმეთაგან, რის შემდეგაც ეზიარება სულიწმინდას არა უბრალოდ, არამედ განწყობით და სიმდაბლით მთელი გულით მონანული რწმენის ძალით. ეს შინაგანი განწყობა ცოდვათა შენდობის შემდეგაც უნდა ჰქონდეს. რატომ არის კარგი ყოველდღიური სინანული, როგორც ნაბრძანებია მცნებით, რადგან სიტყვები შეინანეთ მოახლოვდა ცათა სასუფეველი გვალდებულებს არა დროით განსაზღვრულ, არამედ მუდმივ მოქმედებას. რამეთო ესე არს, რომელ თქმულ არს ესაია წინასწარმეტყველის მიერ დაიტყვის. ხმა იღაღადებისა უდაბნოსა ზედა, გამზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. ცრემლიანი ტირილი საკუთარი ცოდვების გამო და სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღება, სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები გაამზადეთ გზა უფლისა. მოწყალებისა და ჭეშმარიტების, რწმენისა და სიმართლის ეს ბილიკები იოანემ განამზადა. იერემია მათ შესახებ ამგვარად ამოწმებს. დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას პოვებთ. რადგანაც ამ ბილიკებზეა ცათა სასუფეველი. წმინდა იოანე ამატებს, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. გსურს შენც მოგიახლოვდეს ცათა სასუფეველი. განამზადე ეს ბილიკები შენს გულსა და გონებაში. გაკაფე შენში უმანკოების, რწმენისა და სიწმინდის ბილიკები. შექმენის სიწრფოების გზანი. გაანადგურე გულში წყენის ყოველგვარი საცდური, რადგან წერია, ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება. ჭეშმარიტად მაშინ გულის რახვათა და სულის მოძრაობათა გზით შემოვა მეუფე ქრისტე. სათნოება ჩვენგან მხოლოდ თავისუფალ ნებას საჭიროებს. რადგან სათნოება ჩვენშია და ჩვენიდან წარმოიშობა, ის წარმოიქმნება სულში, სადაც გონიერი ძალები მისი ბუნების თანახმად მოქმედებენ. ამას კი სული მაშინ აღწევს, როდესაც იმყოფება იმ მდგომარეობაში, როგორადაც შეიქმნა იგი. ის კი კეთილად არის შექმნილი და სრულიად მართებულად. ამიტომაც უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს,
გული მიაბრუნეთ უფლის ისრაელის ღმერთისკენ. იოანე კი ამბობს, გაასწორეთ ბილიკები. სრული სიმართლე მდგომარეობს მისი გონიერი ძალის მისავე ბუნებასთან იმგვარ ჰარმონიულობაში, როგორადაც იგი შეიქმნა. შესაბამისად მათი აცდენა, ანუ მდგომარეობა, როდესაც სული შეუსაბამობაში მოდის ბუნებასთან, იწვევს მდგომარეობას, რასაც სულის მანკიერება ჰქვია. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა, ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. არსებობს მცენარე სახელწოდებით კალია. ამას ამოწმებს სოლომონიც, რომელიც ამბობს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია. რაც შეეხება ველურ თაფლს, მას ველური ფუტკარი კლდეთა ნაპრალებში ინახავს. ის მწარე და უსიამოვნო საჭმელია. იოანე სინანულად აღძრავდა თავისი გარეგნობითაც, ატარებდა სამგლოვიარო სამოსს. ამბობენ, აქლემი წმინდა და არაწმინდა ცხოველებს შორის შუალედური ცხოველია. წმინდაა, რადგან იცოხნის, ხოლო არაწმინდაა, რადგან გაუპობელი ჩლიქი აქვს. რადგანაც იოანეს იუდეველებთან, როგორც მოჩვენებით წმინდა ხალხთან ერთად, ღმერთთან არაწმინდა წარმართებიც მიჰყავდა, ამიტომ აქლემის ბეწვის სამოსს ატარებდა. წმინდა წერილი ყველა წმინდანს სარტყელით წარმოგვიდგენს, ან იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის საქმეში იყვნენ, ხოლო დაუდევრები სარტყელს არ იკეთებდნენ, ან იმიტომ, რომ ისინი ბნებებს თრგუნავდნენ, ტყავი კი მკვდარი ცხოველისგან არის დამზადებული. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისა. ყველგან გალილეისა და იუდეის გზებზე გაიბა დიდი ქარავანი, რომელიც მიემართებოდა იქ, სადაც იოანე ქადაგებდა. ხალხის ამ ნაკადში იყვნენ დიდგვაროვნებიცა და უჩინონიც, ძველებიცა და ახლებიც, დიდრებიცა და ღარიბებიც, განათლებულნიცა და უსწავლელნიც, ღვთისმოსავნიცა და სრულიად ურწმუნონიც. როგორი ძლიერი ზემოქმედება ჰქონდა წინასწარმეტყველის გამოჩენას, როგორ შეიძრა ამდენი ხალხი და აიძულა დაფიქრებულიყვნენ საკუთარ ცოდვებზე. მართლაც იუდეველთათვის საოცარი სანახავი იყო თამამად მოსაუბრე იოანე, რომელიც როგორც ბავშვებს ისე ამხელდა ყველას და სახე უჩვეულო მადლით ჰქონდა განათებული. და ნათელს იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა. ნათლობა ნიშნავს წყალში შთაფლას, წყლით განბანას. განბანა განწმენდაა, ამიტომ სხეულის დაბანა როგორც იუდეველებში, ისე აღმოსავლეთის ზოგიერთ ხალხში, ზოგიერთ შემთხვევაში რელიგიური ჩვეულება იყო და სხეულის სისუფთავის გარდა სიმბოლურად აღნიშნავდა შინაგან განწმენდას, ცოდვებისა და დანაშაულებათა დატევებას, ცხოვრების განახლებას. იუდეველებთან სრულდებოდა პროზელიტების ნათლობა, ანუ იმ წარმართებისა, ვინც ებრაულ რჯულს მიიღებდა, რითაც ისინი ძველს განუდგებოდნენ და ახალს იღებდნენ. უსამართლობა იქნება იოანეს ნათლობა ამ ჩვეულებიდან წარმოშობილად მივიჩნიოთ, რადგან ეს ჩვეულება, როგორც ზოგადი წესი, იოანეს შემდეგ კონკრეტულად კი იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ დამკვიდრდა. ტაძრის დანგრევამდე პროზელიტთა შემატება ხდებოდა წინადაცვეთითა და მსხვერპლშეწირვით, რასაც წინ უძღოდა განწმენდისათვის რჯულით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის შესაწირის მიტანა. ქალებს არ ნათლავდნენ, არაერთგვაროვანი უძველესი ცნობების გამო ამასთან დაკავშირებით მოსაზრებანი სხვადასხვაგვარია,
ყოველ შემთხვევაში იოანეს ნათლობა, როგორც წყალში თაფლით განწმენდა, განსაკუთრებული, ახალი, განწმენდის მიღებული წესისგან განსხვავებული ფორმა იყო. იმ დროისათვის იუდეველს სწამდა, რომ მონათვლის უფლებამოსილება ექნებოდა მხოლოდ მესიასა და მის წინამორბედს, ელია იქნებოდა იგი, თუ სხვა რომელიმე წინასწარმეტყველი. მართალია ინათლებოდნენ, მაგრამ იოანეს ნათლობას არ შეეძლო ცოდვათა მიტევება. იოანე მხოლოდ ქადაგებდა სინანულს და ამზადებდა ხალხს ცოდვებისგან გასათავისუფლებლად. ანუ მიჰყავდა ისინი ქრისტეს ნათლობისკენ, რომელიც არის ცოდვათა მიმტევებელი. დავითარცა იხილა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლისღებად მისგან რქუა მათ, ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩვენა თქვენ სილტოლვაი მერმისა მისგან რისხვისა. ფარისევლები და სადუკევლები იყვნენ ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი იუდაური სექტები, რომლებიც მაცხოვრის განკაცებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბდა. ფარისევლები ასე იმიტომ იწოდებოდნენ, რომ საკუთარ თავს სხვებისგან გამოყოფდნენ რელიგიური წესების ყველაზე მკაცრად აღსრულებით. მოსეს რჯულის გარდა ისინი აღიარებდნენ უამრავ გარდამოცემას, რომლებიც თითქოს და თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, რასაც ისევე მკაცრად იცავდნენ, როგორც მოსეს წერილობით რჯულს. დაუწერელი რჯულის ეს მითითებები ძირითადად გარეგნულ ჩვეულებებს, გარეგნული ქცევის ნორმებს ეხებოდა, რომელთაც მათთვის ისეთი ძალა ჰქონდა, რომ მათ გამო თუკი არ შეესაბამებოდა წერილობით რჯულს, მას ცვლიდნენ კიდეც, რის გამოც ქრისტესგანაც იმხილებოდნენ. გარდამოცემათა წვრილმანი მოთხოვნების შესასრულებლად ისინი უგულებელ ყოფდნენ რჯულისა და სიმართლის არსებით წესებს და უბრძანებდნენ სხვებს შეესრულებინათ ისინი, თავად კი ხანდახან არც ასრულებდნენ. ამ ყველაფრის შედეგად ეჩვენებოდნენ რა ადამიანებს ღვთისმოსავებად, გარეგნული წესების მკაცრად დამცველებად, ძირითადად იყვნენ პირმოთნენი, ფარისეველნი, ამაყნი, ჭირვეულნი და პატივმოყვარენი. უეჭველია მათ შორის იყვნენ გულმხურვალი მორწმუნენიც და რჯულის სიწმინდეში დარწმუნებული ზნეობრივი ადამიანებიც, ნიკოდიმოსის, სავლეს ან გამალიელის მსგავსად. ძირითადად ამ სექტის წევრები მაინც ზნეობრივად გახრწნილი ადამიანები იყვნენ, რომელთაც გარეგნული ღვთისმოსავი იერის გამო ძლიერი ზეგავლენა ჰქონდათ ადამიანებზე და ისწრაფოდნენ ყოფილიყვნენ მათი ზნეობრივი მასწავლებლები. სადუკევლებმა, როგორც ამბობენ, სახელი მიიღეს რაბინ სადოკისგან, რომელიც ქრისტეს შობამდე 260 წლით ადრე იყო განდიდებული. იგი იყო იუდეური სინედრიონის თავმჯდომარის ანტიგონეს სოხას მოწაფე. სხვათა შორის ანტიგონე ქადაგებდა, რომ ადამიანი ვალდებულია ღმერთს უანგაროდ ემსახუროს, ყოველგვარი გასამრჯელოს იმედის გარეშე და არც სიკვდილით დასჯის შიშის გამო. სადოკმა კი მასწავლებლის ქადაგების მხოლოდ ერთი მხარე შეიმეცნა და ქადაგებდა, რომ არ არსებობდა მომავალი, სიკვდილის შემდგომი ცხოვრება, ასევე არ არსებობდა ჯილდო მართალთათვის და სასჯელი ცოდვილთათვის და სწორედ ამ სწავლებაზე დააფუძნა სადუკეველთა სექტა. მისი სწავლების ძირითადი პუნქტებია: არ არსებობს აღდგომა, არც ანგელოზები, არც სულები, რომ ადამიანის სული სხეულთან ერთად კვდება, არ არსებობს საღვთო განგებულება და რომ ყველაფერი ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. სადუკევლები უარყოფდნენ ყველანაირ გარდამოცემას, რასაც ფარისევლები და სხვა იუდეველები იღებდნენ. მათთვის მისაღები იყო მხოლოდ წერილობითი რჯული.
სადუკეველთა სექტა არ იყო ფარისევლების მსგავსად მრავალრიცხოვანი, თუმცა კი მათზე მდიდრები იყვნენ და ამიტომაც მეტი პატივისცემითა და მნიშვნელოვანი გავლენებით სარგებლობდნენ, განსაკუთრებით უმაღლეს წრეებში და ხანდახან უმაღლეს ადგილებსაც იკავებდნენ. ფარისეველთა და სადუკეველთა სექტებიდან მრავალი მიდიოდა იოანესთან ნათლისღების მისაღებად. ისინი დანარჩენ ხალხთან ერთად ელოდნენ მესიის სამეფოს დადგომას, რათა იოანეს ქადაგების მოსმენის შემდეგ მონათლულიყვნენ და მომზადებულიყვნენ ამ სამეფოში შესასვლელად, თუმცა როგორც ირკვევა, გადაიფიქრეს ნათლისღება. შესაძლოა ამის მიზეზი ყოფილიყო ცოდვათა აღიარება, რასაც იოანე მოითხოვდა, მათთვის არ იყო იოლი ამის გაკეთება. შესაძლოა ისინი იოანესთან მის გამოსაჭერად და გამოსაცდელადაც მიდიოდნენ. იქედნეს ნაშოვნი, იქედნე გველის სახეობაა. ამბობენ, რომ არ არსებობს იქედნეზე მეტად შხამიანი გველი, რომლის ნაკბენითაც მსხვერპლი თითქმის მყისიერად კვდება. იოანე ნათლისმცემელმა იუდეველებს უწოდა იქედნეს ნაშოვნი, როგორც ნაყოფი, რომელთაც მსაკვრობით თავიანთ მსაკვან მშობლებს გადააჭარბეს, რადგან ამბობენ, რომ იქედნე დაბადებისას დედის მუცელს ღრღნის. ასევე იუდეველებმაც დაუტევეს რა მათი დამბადებელი ღმერთი და მისგან მიღებული ყოველგვარი სიკეთე. წმინდა იოანე მათ სამართლიანად ადარებს იმ შხამიან ცხოველს, რომელიც ანადგურებს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იკვებება საკუთარი უმადურობით. მოგვიანებით თავად ქრისტემ იგივე გამოთქვა, იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ თავად უკეთურთ კეთილი სიტყვის თქმა. ყავთ უკვე ნაყოფი ღირსი სინანულისა. ნამდვილი სინანულისთვის, რათა მან მოგვიტანოს ხსნა და მარადიული ნეტარება, საჭიროა საკუთარ თავში დავნერგოთ იგი. საჭიროა ჩვენი სულები შეიმუსროს, მოთვინიერდეს ღვთისმოყვარე მწუხარებით, რომელიც საკუთარი ცოდვების შეცნობითა და შეგრძნებით იშვება. უნდა ამოვძირკოთ ჩვენგან თავდაჯერებულობა, რასახითაც არ უნდა არსებობდეს ის ჩვენში. თავდაჯერებულობის შემთხვევაში სინანული გამორიცხულია. თავდაჯერებულობა სიამაყეა, მეტად საძაგელი ღვთის წინაშე. თავდაჯერებით დაავადებული ადამიანი ვერ იქნება ღვთისთვის თავისიანი. ღმერთთან ასეთი სიახლოვისთვის საჭიროა სრულად განვაგდოთ თავდაჯერებულობა. ფარისეველი არ ღელავს მანამდე, ვიდრე აღმოაჩენს, რომ მისი თვალთმაქცობა შესამჩნევი გახდა სხვებისთვის. იგი განდიდებას ესწრაფვის, ცდილობს აჩვენოს თავისი მართალი ცხოვრება. როდესაც მას გამოამჟღავნებენ, მაშინ იგი სიტყვიერად სასიკვდილო დარტყმას აყენებს მოწინააღმდეგეს. მიიჩნევს რა, რომ ლანძღვაგინებით დაფარავს საკუთარ ურცხობას. სინანულისთვის არაა საკმარისი ბოროტებისგან გაქცევა, არამედ საჭიროა სიკეთის ჩვენება. ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი. განუჰგონებთ და იტყვით თავით თვისით, მამა იგვივის ჩვენ აბრაამი. რამე თუ გეტყვით თქვენ ვითარმედ, შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამადგან შვილად აბრაამისა. იოანეს სურს, რომ მისი მსმენელები შეგრძნებებითა და აზროვნებით აბრაამის შთამომავლები იყვნენ და ამასთანავე მათგან ითხოვს, ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს, მამად გვივისო აბრაამი. წინასწარმეტყველი გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ აბრაამის შთამომავლებს არ გააჩნიათ აბრაამის არც აზროვნება და არც მართალი საქმეები, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ზედმეტად იყვნენ დაკავებულნი აბრაამისგან საკუთარი ხორციელი წარმომავლობის სიქადულით.
ამის გამო სხვა ხალხები მათ ვერ იტანდნენ. ბაბილონის სამეფოს დამაარსებელი იყო ყაჩაღთა კრებულის ხელმძღვანელი ნიმროდი, იგივე ნებრუთი. რომის სახელმწიფოს დამაარსებელი კი ასევე ყაჩაღური რაზმის ხელმძღვანელი რომული. სხვა ხალხებისა და სახელმწიფოების მამათმთავრები და ფუძემდებლები იყვნენ ღირსებით ნებრუთისა და რომულის მსგავსნი. ამის საპირისპიროდ ისრაელიანების მამათმთავარი წმინდა კაცი, ღვთისმეგობრად სახელდებული აბრაამი იყო. მრავალი წმინდა კაცი წარმოიშვა მათში. თავად მესია, ღმერთკაცი უნდა წარმოშობილიყო ისრაელიანთა ოჯახში. აბრაამისგან წარმომავლობის გამო შექმნილმა გადაჭარბებულმა თვითშეფასებამ მთელი ერის სიამაყით იმდენად მოწამლა, რომ ვერ შეძლეს სინანული, ღმერთისკენ მიბრუნება და აღთქმული მესიის მიღება. გამჭრიახობით გამორჩეულმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგების პირველი სიტყვები სწორედ მთავარი ეროვნული სნეულების, დამღუპველი მაღალი თვითშეფასების წინააღმდეგ მიმართა. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს, განაგდეთ ფარული, თქვენს გულებში ღრმად ფეს გადგმული აზრი, მამად გვივისო აბრაამი. რადგან საკუთარი თავის შესახებ ჩამოყალიბებული ამგვარი გაბღენწილი წარმოდგენით, თქვენ ანადგურებთ მასთან ყველანაირ სულიერ მსგავსებას და მეტიც, ანადგურებთ აბრაამთან ყოველგვარ სიახლოვესა და ურთიერთობას. იუდეველები, განსაკუთრებით კი ფარისევლები, მიიჩნევდნენ, რომ ისინი მართალნი იყვნენ ღვთის წინაშე და გახდებოდნენ ქრისტეს სამეფოს წევრები, როგორც ღვთისმეგობრისა და მართალი აბრაამის შთამომავლები. წარმომავლობის უპირატესობა მესიის სამეფოში შესასვლელად მნიშვნელოვან პირობად მიაჩნდათ, ისევე, როგორც დარწმუნებულნი იყვნენ იმაშიც, რომ თავისუფალი სარაზგან შობილნი თავისუფალი ხალხი იყვნენ, დანარჩენი ხალხები კი მონები. იოანე მათ ეუბნება, რომ მესიის სამეფოში შესასვლელად მთავარი და არსებითია ჭეშმარიტი სათნოებანი და არა წარმომავლობა. რამე თუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას. იოანე ცულს უწოდებს ქრისტეს, რომელიც ორლესულ მახვილზე მეტად ბასრია და მოკვეთს ურწმუნო იუდეველებს, რათა წაერთვათ პატრიარქებთან ურთიერთობა და პატივი. ფესვი უწოდა პატრიარქებს, ღვთისათვის სათნო მამებს, აბრაამს მის თანამემამულედ და მათზე უწინ მცხოვრებ წმინდანებს. ამიტომ ურწმუნონი როგორც უნაყოფო ტოტები გაისხიპებოდნენ, ხოლო ფესვი ანუ ძირი დარჩებოდა და მას დაემყნობოდნენ წარმართები. ამგვარად აშინებს მათ ქედმაღლობას და არბილებს გაქვავებულ გულებს აბრაამის ოჯახიდან გაყრით. ამის შემდეგ ღირსებით განაგრძობს მსჯელობას ქრისტეს შესახებ, რათა როდესაც იგი გამოჩნდება, ისრაელიანები გაიქცნენ მასთან შესახვედრად და ასე ამბობს, რატომ უნდა გითხრათ, რომ მოიკვეთებით, ღმერთს არ მიუტოვებია ხის ძირი. მე უკვე ნათელ გცემ თქვენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელიც შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხალმთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ გცეს თქვენ სულითა წმინდითა და ცეცხლითა. ეს ნიშნავს, იგი გაგწმეთ თქვენ, რადგან არა იოანეს, არამედ მხოლოდ ქრისტეს მიერ ნათლობას შეუძლია ეს. ქრისტეს აქვს ცოდვათა შენდობის ძალაუფლება. ნეტარმა ნათლისმცემელმა სულიწმინდასთან ერთად ახსენა ცეცხლი და მისი ქმედება, მაგრამ არ უთქვამს, რომ ჩვენ ქრისტეს მიერ უთუოდ ცეცხლით მოვინათლებით.
მან ცეცხლის სახით სულიწმინდის ცხოველმყოფელი მოქმედება გამოხატა. ცეცხლში ვგულისხმობთ სულიწმინდის განმწმენდელ ძალას, ჩვენი ცოდვების სიბილწის მომსპობი ცეცხლის მსგავს. ცეცხლს უწოდებს სახარებისეულსა და სულის მხსნელ ქადაგებას, ან თავად სულიწმინდის მიღებას, რომელიც ცეცხლის მსგავსია. ამიტომ ამბობს თავად უფალი, მოვედი რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას და რამ სურს სხვა, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს. რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა, განწმინდოს კალოი თვისი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწვას ცეცხლითა მით უშრეტითა. ვინ არის უშრეტ ცეცხლს მიცემული ბზე? ისინი, ვინც როგორც ბზე ხორბლისთვის, ზეციური სასუფევლის ღირსთათვის გარკვეულ სარგებელს იძლევიან, მაგრამ სულიერ და ხურციელ ქველისაქმეს არა ღვთისა და მოყვასის სიყვარულის მიხედვით იქმან. ამიტომაც რჩებიან ისინი არასრულყოფილნი. კალოს უწოდებს ამქვეყნიურ ეკლესიას, რომელშიც ღვთის განგებულებით შეკრებილია ყველა მოქმედი პირი. ნიჩაბი მისი მართალი მსჯავრია, რომელიც უკეთურ ქართაგან შერყეულთ, როგორც ბზეს მისცემს გეენიის უშრეტ ცეცხლს, ხოლო სათნოებებით შემკულთ ზეციურ სავანეთა ბეღელში შეინახავს. ამჟამად, როგორც კალოზე ხორბალი და ჩალა ერთად არის მანამ სანამ საჭირო გახდება მათი განცალკევება და პურის დაბინავება. მას ხელთ უპყრია, რადგან იგი ყოველმხრივ მომზადებულია სამსჯავროს მოსაწყობად. ყურადღება მიაქცია, რომ სულიწმინდითა და ცეცხლით ნათლობის შემდეგ იგი ასუფთავებს კალოს. ამიტომ მოინათლები რა არ დარჩე უმოქმედოდ. მაშინ მოვიდა იესო გალილეაით იორდანეთ იოვანესა ნათლისღებად მისგან. მაშინ, როდესაც იოანე მესიის მოსვლის შესახებ ქადაგებდა და ხალხს ნათლავდა, ეგვიპტიდან დაბრუნებული იესო გალილეის ნაზარეთში დასახლდა, საიდანაც მივიდა იოანესთან. მაშინ იგი 30 წლის იყო. უნდა მონათლულიყო არა იმ განზრახვით, რატომაც ნათლავდა ხალხს იოანე, რადგან უცოდველს არ სჭირდებოდა ცოდვათა აღიარება და სინანულის ნათლობა. ქრისტე მოინათლა პირველი, რათა საკუთარი მაგალითით ეკურთხებინა ნათლობა, რითაც სამომავლოდ ადამიანები ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შევიდოდნენ. მეორე, რათა გამოსცხადებოდა ისრაელს და სამყაროს, როგორც ჭეშმარიტად აღთქმული მესია ქრისტე, რომლის თაობაზეც დაამოწმა მამა ღმერთმა, გარდა მოვიდა მასზე სულიწმინდა და მასზე როგორც მესიაზე პირდაპირ მიუთითა იოანე ნათლისმცემელმა, ინათლება წმინდა, რათა ჩვენ განგვბანოს და გვაჩვენოს, რომ ნათლობამდე უნდა განვიწმინდოთ, რათა შემდეგში ნათლობა არ შევბღალოთ ჩვენი ცუდი მიდრეკილებების გამო ცოდვაში ჩავარდნით. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა, მე მიხს შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხვალა? მოვითხოვ შენგან ნათლობას, ეუბნება ლამპარი მზეს, ხმა სიტყვას, მეგობარი სასიძოს. ის, ვინც დედისგან შობილთა შორის ყველაზე დიდია, ეუბნება ყველა ქმნილებაზე უწინარეს დაბადებულს. მუცლად მოხტუნავე ყრმა, ეუბნება მას, ვინც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას მიიღო თაყვანისცემა. წინამორბედი ეუბნება იმას, ვინც გამოჩნდა და გამოჩნდება. იოანეს მიაჩნია, რომ არ საჭიროებს ნათლობას ის, ვინც, როგორც მან იცოდა, მოვიდა რათა თავისი ნათლობით გამოესყიდა სამყაროს ცოდვები.
ამიტომაც ეუბნება, რომ თავად იოანეს მართებდა მისგან მიეღო ნათლობა. მიუგო იესო და რქუა მას, აცადე აწ, რამე თუ ესრეთ შვენის ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე, მაშინ მიუშვა მას. მშვენივრად ითქვა მის მიერ, დე ასე იყოს ახლა, რათა აჩვენოს შემდეგი. იესო ქრისტე უნდა მონათლულიყო იოანესგან წყლით, ხოლო იოანე იესო ქრისტეს მიერ სულით. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელს ნუ შემიშლი, ვინც მივიღეს სახე მონისა, რომ შევასრულო მისთვის დამახასიათებელი მორჩილება. უფალი იესო ეუბნება, ოღოდ ნუ დამაბრკოლებ, მაქვს სხვა ნათლობაც, შენ მნათლავ წყლით, რათა მე მოგნათლო შენივე სისხლით ჩემი სახელით. სამართლიანია ის, ვინც სხვას ასწავლის რამეს, აღსრულებაც მანვე უნდა დაიწყოს. ამდენად, რადგანაც უფალი მოვიდა ამ ქვეყნად, როგორც ადამიანთა მოდგმის მოძღვარი, მან ისურვა ესწავლებინა საკუთარი მაგალითით ადამიანებისთვის, თუ რა უნდა აკეთონ, რათა მოსწავლეებმა მიბაძონ მასწავლებელს და მონებმა ბატონებს. თუ კი ღმერთმა ადამიანისგან ნათელიღო, მაშინ არავის არ უნდა შერცხვეს ნათელიღოს თავისივე მოძმისგან. ზეცა იხსნება არა ხილული ნაწილების მოძრაობით, არამედ სულიერი თვალისთვის. გახსნილი ზეცის შესახებ წინასწარმეტყველი იერემიაც საუბრობს თავისი გრაგნილის დასაწყისში. მტრედი იესოს თავზე დააჯდა, რათა არავის ეფიქრა, რომ მამის ხმა იოანეს შესახებ ამბობდა. ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. ამგვარად მართებს აღვასრულო ყოველგვარი საღვთო მცნება, რადგან სიმართლეში სწორედ ღვთისმცნება იგულისხმება. ყველა მცნება, ამბობს იგი, რომელიც რჯულშია მოცემული, აღვასრულე, რჩება მხოლოდ ერთი, სწორედ ჩემი ნათლისღებისა. ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე ნათლისღებით, რათა როგორც ძველმა ადამმა არ შეასრულა ერთი მცნება, მე როგორც ახალმა ადამმა მის ნაცვლად უნდა შევასრულო ყველა, გავსაზღრო მისი მომავალი, გავათავისუფლო მისი მიმდევრები იმ სასჯელისგან, რაც მიესაჯათ ადამის შთამომავლებს. ღვთისმცნებათაგანი იყო იოანესაგან ნათლისღებაც, რადგან ამბობს, მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლისცემად მითხრა, ვიზედაც იხილავ სულს გარდა მომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმინდით ნათლისმცემელი. და ნათელიღო იესო და მეხსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან და აჰა განეხვნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. უფალი 30 წლისა მოინათლა, რადგან ყველა ცოდვას ამ ასაკში ვიწყვნარებთ. ყრმობის ასაკში უგუნურება ჭარბობს, სიჭაბუკეში ძლიერია ცეცხლი გულის თქმისა და რისხვისა, ხოლო სიმწიფის ასაკში მოხვეჭის სიყვარული. ამგვარად უფალი ამ ასაკს დაელოდა, რათა რჯული ყველა ასაკში აღესრულებინა და ჩვენ განვეწმინდეთ. და ხმა იყო ზეცით და თქვა, ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მართალია ჩვენც წყლითა და სულით ვიბადებით, მაგრამ ქრისტე ამგვარად არ შობილა მამისგან, რომელმაც მისი ნათლისღებისას დაამოწმა მის შესახებ და თქვა, ეს არის ძე ჩემი. მას არ უთქვამს ამიერიდან გახდა ჩემი ძე, არამედ ეს არის ძე ჩემი, რათა ეჩვენებინა, რომ ნათლისღებამდეც მისი ძე იყო. ამგვარად აქ აშკარად ვხედავთ სამებას, ხმაში მამას, ადამიანში ძეს,
მტრედში კი სულიწმინდას. ხმა ზეცით, ანუ მამა ღმერთისგან. იგივე ხმა განმეორდა უფლისფერის ცვალებისას. ზეციდან ხმა უფლისადმი გაისმა მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რაც ბევრმა ქუხილად აღიქვა. ეს იყო იესოს მესიად, ანუ ქრისტედ საზეიმოდ გამოცხადება, ძეჩემი საყვარელი. ასე უწოდა თავად მამა ღმერთმა იესო ქრისტეს. სიტყვა ძე გამოხატავს განხორციელებული სიტყვის მიმართებას მამისადმი, რომ სიტყვა, რომელმაც ხორცი შეისხა, ღვთის ძეა, ანუ იესო, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, მამისა და სულიწმინდის თანასწორი. მტრედი მოხსენიებულია მისი უწყინარობისა და სიმშვიდის გამო და იმიტომაც, რომ ყველაზე წმინდაა. იქ, სადაც უწმინდურებაა, მტრედი ვერ ჩერდება, ისევე როგორც სულიწმინდა. ნოესაც ხომ წარღვნის შეწყვეტა მტრედმა აუწყა, მიუტანა რა ზეთისხილის რტო. ასევე აქაც ცოდვათაგან დახსნას სულიწმინდა ცხადყოფს. იქ ზეთისხილის რტო, ხოლო აქ ღვთისწყალობა. ეს არის ძეჩემი საყვარელი, ანუ რომელშიც მე განვისვენებ და რომელიც მომწონს.